Სალამი მეგობრებო, დაგიბრუნდით ახალი ვიდეოთი და დღეს გვექნება unboxing-ი და ტესტები. ერთი ძალიან მაგარი ნივთის, რომელიც დღეს ჩამომივიდა. ხო, ვიცი კომპიუტერის აწყობის ვიდეოს ელოდით, მაგრამ დღეს კომპიუტერის აწყობა არ გვექნება, მაგრამ დარჩით ჩემთან ერთად, შემდეგ ვიდეოებში უკვე შემოგთავაზებთ ძალიან მალე კომპიუტერის აწყობის ვიდეოებსაც. ხო, დღევანდელ ვიდეოს კი რაც შეეხება, დღეს გვექნება ესეთი ძალიან მაგარი მიკროფონის unboxing-ი და პატარა ტესტები. ეს არის HoloLens Lark M2, რომელიც ბაზარზე დღესდღეობით მგონი ყველაზე პატარა მიკროფონია, რაც კი არსებობს ამ კლასში. Wireless მიკროფონი ან უსადენო და რატო გამოვიწერა ახლა ეს. ეს მიკროფონი, რომელსაც ვიყენებდი აქამდე წლების განმავლობაში, ეს არის Saramonic Blink 502 თუ რაღაც ეგეთი ქვია. ესეც იგივე ტიპის მიკროფონია, უსადენოა და რაღაც, მაგრამ არის ცოტა დიდი ზომის და ფორმის რა. და მძიმე არის ამასთან ერთად და მაისურზე ეს რომ იკეთია, ქაჩავს რა. ცოტა მოუხერხებელი არის ამის გამო. ამიტომ მინდოდა რაც შეიძლება პატარა, რაც შეიძლება ისეთი მიკროფონი, რომელიც დიდად არ ჩანს და გამოვწერე მოკლედ ეს Lark M2-ები. ძალიან ბევრმა დიდმა ტექ იუთუბერმა აქო ეს მიკროფონები და ახლა ჩვენს გავტესტოთ, ნახოთ რა არის. სხვათა შორის რამოდენიმე საათის წინ ჩამომივიდა ეს მიკროფონი, გამოვიტანე გადამზიდი კომპანიის ოფისიდან და პირდაპირ სახლში გამოვიქეცი, რომ გადამეღო ვიდეო, იმიტომ რომ ძალიან მაინტერესებს და თქვენთან ერთად გავხსნი მოკლედ ამ მიკროფონს. და რადგან ჩამომტანი კომპანია ვახსენეთ, ან სულ მეკითხებით ხოლმე კომენტარებშიც და სტრიმზე ჩატშიც, რომელ კომპანიას ვიყენებ ამერიკიდან ამანათების ჩამოსატანად, ამის შესახებ მოგიყვებით რამოდენიმე წამით და შემდეგ უკვე unboxing-ზე გადავიდეთ. ჩემი YouTube არხის პარტნიორია ამანათების ჩამომტანი კომპანია Postaloni, რომლის სერვისებითაც უკვე რამოდენიმე წელია ვსარგებლობ. თუ თქვენ ამერიკის, ჩინეთის ან თურქეთის ონლაინ მაღაზიებში შოპინგობთ, შეგიძლიათ Postalonis საწყობის მისამართი მიუთითოთ და თქვენი ნივთები მაღაზიიდან მივა საწყობში, საწყობიდან კი Postaloni იზრუნებს, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში და უსაფრთხოდ ჩამოვიდეს თქვენი ამანათები საქართველომდე. ჩამოსული ამანათების გატანა კი შეგიძლიათ ოფისებიდან, რომლებიც მდებარეობს თბილისში, ქუთაისში, გორში და თელავში. ასევე აქვს საკურიერო სერვისიც, რომლის მეშვეობითაც შეგიძლიათ თქვენი ნივთები თქვენთვის სასურველ მისამართზე მიატანინოთ. აქვე მინდა გითხრათ აქციის შესახებ, რომელიც ახლა მიმდინარეობს. თუ ჯერ კიდევ არ ხართ Postalonis მომხმარებელი, შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ და ამერიკიდან თქვენთვის პირველი ამანათის ტრანსპორტირება სრულიად უფასო იქნება. აქცია გრძელდება მარტის თვის ბოლომდე, ასე რომ იჩქარეთ. დავიწყოთ unboxing-ით და ესეთ ხუთში არის გარედან პარკი აქვს შემოხვეული. ჯერ გავჭრი პარკს მოდი და ნაკლებად აირეკლოს შუქები. აი ესეთი რაღაცა არის, ესეთი ხუთით ჩამოვიდა. როგორი ხსნება ალბათ ესე, ხო აქ სტიკერი აქვს, ამ სტიკერს ავაძრობთ და გასაგები. აი ესე მარტივად იხსნება ჩვენი Lark M2. აქ ალბათ დოკუმენტაცია იქნება, აქ ნახე რა მაგარი რაღაცეებია. ეს უბრალოდ ბუკლეტი არის, არაფერი საინტერესო. ეს სტიკერებია, რომელსაც გაჩვენებთ რისთვის გამოიყენება 2 წამში. აქ რაღაც ინსტრუქციები გვაქვს, რაც სავარაუდოდ არ დაგჭირდება. აი ეს არის ჩვენი თვითონ მოწყობილობა თავის ყუთში. ესეც გავხსნათ. ხო, ძალიან პატარა ყუთია და ლამაზი. ცოტა უფრო მონაცრისფროს ველოდი, მაგრამ რაღაც მოცისფრო ჰიუც, მოცისფრო ფერიც დაკრავს. შიგნით გვაქვს რა თქმა უნდა ეს 2 ტრანსმიტერი, ანუ 2 მიკროფონი და 1 რისივერი მიმღები. ეს არის კომბო სეტი, შესაბამისად მოყვება დამატებით ტელეფონებისთვის გადამყვანები, ეს არის iPhone-ისთვის. თუ აპირებთ რომ iPhone-ზე გადაიღოთ ვიდეო და მასში ჩაიწეროთ ხმა, ეს არის Lightning-ი, ეს არის Type-C Android-ებისთვის და სულ ბოლო თაობის iPhone-ისთვის გამოგადგებათ. ნუ ეს ორი ამ ეტაპზე ჯერჯერობით არ დამჭირდება, ძირითადად გამოვიყენებ მე აი ამას, იმიტომ რომ კამერაზე ეს მიდის და აქ სადღაც უნდა გქონდეს კიდევ აქსესუარები. კაი, მოდი ეს ჯერჯერობით გადავდოთ აქსესუარებს გაჩვენებთ. ეს ამოდის აი აქ იქნება უკვე ჩვენი აქსესუარები. ჩანთა მოყვება. აქ უკვე შიგნით მეტი არაფერი აღარ არის. ესეთი ლამაზი ჩანთა არის სატარებლად, ალბათ ამაში იქნება ყველა ის აქსესუარი, რაც მოყვება. ჯიბები აქვს შიგნით კიდე ურად არის გაყოფილი. და ჩამოსვლა არ უნდა რატომღაც ყველაფერს თავად გადმოვიღებ. ძალიან ლამაზი რაღაცა არის, მე პირადად ძალიან მომწონს ეს ჩანთა. ამას ჩავყრი აქსესუარებს და ისე ჩავაგდებ ხოლმე კამერის ჩანთაში. ხო, ეს არის 3.5 მმ-იანი ჯეკი, ერთი მხარე მიდის კამერაში, მეორე წავა რისივერში, აი აქ. ესე, ხო, ეს და მეორე მხარე წავა კამერაში. ნუ ეს გასაგებია, რისთვის არის და როგორ არის. მოდი პარკებშიც ვნახოთ რა არის. კი ბატონო, პარკებში უნდა იყოს აი ესეთი მაგარი რაღაც. ეს არის საყელოები, ანუ ეს ხო, მოდი აგიხსნათ ჯერ რა ხდება საერთოდ. აი ესეთი არის მიკროფონი, ესეთი პატარა ზომის, ნახეთ. უძან პატარაესი რაღაცა არის.
აქვს უკან მაგნიტი, ანუ ტანსაცმელზე კეთდება ესე. ამას ტანსაცმლის ზემოდან გაიკეთებთ და ეს არის მაგნიტი, რომელიც ესე უკანა მხრიდან ტანსაცმლის ესე მიეწკაპება და იჭერს ადგილზე. აი აქ ზევიდან აქვს მიკროფონი და ერთი ღილაკი აქვს აქეთ. და ქვევით კონტაქტები, ესეც ავაძროთ, ეს დასატენად იქნება კონტაქტები. და მაგნიტურია და ყველაფერს იკრავს, მეგობრებო. ეს ერთი, ესეც მეორე ზუსტად იგივენაირია. სხვათა შორის საკმაოდ ძლიერი მაგნიტია. მომწონს. აქაც იგივენაირად ეს ავაძროთ დასატენი კონტაქტები. და ახლა რა არის აი ეს, ახლა რომ გავხსენი. ეს არის საყელოები, ანუ ეს შეგიძლიათ პირდაპირ ტანსაცმელზე უკან ამოუდოთ მაგნიტი და ისე დაიმაგროთ. ან შეგიძლიათ დაკიდოთ როგორც საყელო, ანუ კისერზე სამკაული ნექლეს, რავი როგორ არის? ყელსაბამი, ხო, ყელსაბამი. ეს არის ყელსაბამი, ანუ ეს შეგიძლიათ კისერზე ჩამოიკიდოთ, ტანსაცმელზე არ გინდათ. აი ამას მოხსნით და როგორ არის? ხო, აი ეს ესე უმაგრდება. და ეს შეგიძლიათ ჩამოკიდოთ, რა თქმა უნდა, ყელსაბამად, აი ესე ლამაზად. და კიდევ ერთი დამაგრების ვარიანტი აქვს. აი ესეთი ეგრეთ წოდებული შპილკები აქვს. ამ გზითაც შეგიძლიათ დაამაგროთ. შეგიძლიათ ესე მიამაგროთ შპილკა მაგნიტით და აი ასეთი გზით დაამაგროთ ტანსაცმელზე. ნუ მე უბრალოდ მაგნიტად გამოვიყენებ, მაგიტო გამოვიწერე ეს, რომ რაც შეიძლება მინიმალისტური ყოფილიყო და გამომეყენებინა მაგნიტად. ასე რომ აი ამ რეჟიმში გამოვიყენებ ხომ. ხო, ესენი რო გაჩვენეთ წეგან, ესენი არის სტიკერები, რომელიც შეგიძლიათ დააკროთ ზემოდან, სმაილებია. და ეს არის blackout-ი, მაგრამ ამაზე ჩვენ დავაკრავთ. მოდი ერთი ვნახოთ ჩემი არხის ლოგოები თუ წავა ამაზე. სამწუხაროდ ჩემი არხის ლოგოების რომ აქვს სტიკერებად, ისინი არ წავა, იმიტომ რომ ეს ძალიან პატარაა, აი ზომისთვის გაჩვენებთ 10 თეთრიანის ზომა არის, მეგობრებო, ზუსტად. ძალიან მეზიზღება ესეთი პარკები, წელვადი როა. ეს არის დედკეთები 1 და 2, ანუ ეს არის ქარიან ამინში ქარის დასახშობად გამოიყენება ეს. ანუ ეს მთლიანად უკეთდება, ცოტა უცნაურია. ძალიან რთული გასაკეთებელი კი არის. და თან ამას რო უკეთებთ, ეს რომელ მხარეს არის უკვე აღარ ჩანს მიკროფონები. და ერთადერთი რაც დაგვრჩა არის ეს კაბელი, ეს არის Type-C თუ Type-A კაბელი, ეს იქნება დასატენად. ხო, დატენვა როგორ ხდება? ეს დატენვა აქ ხდება მაგნიტურად, როგორც ხედავთ, აქ კონტაქტები აქვს და кейსში, როდესაც ათავსებთ, кейსშიც არის კონტაქტები. ეს receiver-ი, აი ამ receiver-ს აქვს Type-C, შეგიძლიათ დატენოთ აქ შეერთებით. ну ესეც რა თქმა უნდა ამასაც კონტაქტები აქვს ქვევით. ზევით აქვს ორი ნათურა, ანუ ეს გვაჩვენებს რომელი მიკროფონია დაკავშირებული და ესეთი წკაპუნა ხმის ამწევ ჩამწევი აქვს ამ receiver-ს. ეს ჩვეულებრივ კეთდება, ეს ეგრეთ წოდებულ cold shoe-ზე შეგიძლიათ შეაცუროთ კამერაზე და ცოტა ხანში გაჩვენებთ როგორ ყენდება კამერაზეც. და უკანა მხარეს აქვს Type-C დამტენი, რომელთაც შეგიძლიათ თვითონ ეს მთლიანი кейსი დატენოთ. მოკლედ ეს პატარა მიკროფონების სეტი ჩაანაცვლებს ჩემ ძველ სარამონიკის მიკროფონებს, რომელსაც ეხლა ვიყენებ. ესენი შედარებით დიდი ზომის არის და ხმის ტესტი უნდა გავაკეთო ეხლავე, გაჩვენებთ ხმის ტესტსაც. ნახეთ, უბრალოდ ზომაში რო შევადაროთ. ეს არის ზომა, მეგობრებო, ნახეთ, რა პატარა არის. აპლიკაცია გვაქვს აი ასეთი. დავაკავშირე ეს მიკროფონი თავისი receiver-ით. აჩვენებს რომ დაკავშირებული არის, ასევე აჩვენებს ხმას, რამდენად იღებს, რამდენად ხმა მაღალი არის მიკროფონი. გვაქვს აქ ელემენტის მოჩვენებელი და დამატებით რაღაც ფუნქციები. მოდი ხმის ტესტებიც გავაკეთოთ. ეს ხმა, რომელიც ახლა გესმით, არის ჩემი ძველი მიკროფონიდან, სარამონიკიდან, რომელშიც ან თვითონ ბლოკში ჩაშენებული მიკროფონით ისმის ეს ხმა. ასევე ამ მიკროფონს აქვს შესაძლებლობა რომ შევაერთოთ 3.5 მმ-იანი ჯეკით, ეს დამაგრძელებელი ლეველიერ მიკროფონი თუ როგორც ქვია, არ ვიცი, პეტლიჩკა, როგორც ეძახიან. და პეტლიჩკითაც გაჩვენებთ როგორი ხმა აქვს. ახლა გადავედით პეტლიჩკაზე, წესით უფრო ხმადაბალი იქნება, მაგრამ წესით უფრო სუფთა უნდა იყოს ხმა. ამას ადრე ვიყენებდი ხოლმე უფრო სტუდიო რეჟიმში რომ იწევდა მუშაობა, მაგრამ ცოტა მოუხერხებელია რა, როდესაც კომპიუტერს აწყობ და სადენები გაქვს გაყვანილი, მოუხერხებელია, მოკლედ, სწორედ ამიტომ გამოვწერე ახალი მიკროფონი. და ახლა მოდი გადავერთოთ უკვე ახალ მიკროფონზე, Lark M2-ზე. აი აქ დავიმაგრე, მეგობრებო, ეს მიკროფონი, აქ Nike-ის ბოლოში წერტილივით არის. ძალიან პატარა არის და ფაქტობრივად არ ჩანს, ახლა ხმა ამ მიკროფონიდან გესმით. ამ მიკროფონს აქვს ორი რეჟიმი, ერთი ეს ჩვეულებრივი და აქვს ასევე ხმის დახშობის, ანუ ხმაურის დახშობის რეჟიმი, რომელიც ერთი ღილაკის დაჭერით აქტიურდება. გავაქტიურე ეს ხმის დახშობის რეჟიმი, წესით, ანუ გარემოს ხმები ჩემი ხმის გარეთ და წესით უნდა დაახშო
დაგუშავს, მაგრამ ამ ოთახში ისედაც ძალიან არის მოდა. გარეთაც უნდა გავტესტო აუცილებლად, მე გავალ და ვნახავ მანქანების ხმას და რაღაცას როგორ დაახშობს ქუჩაში სიარულისას. თვითონ ხმის ხარისხს რაც შეეხება, ეს არის რასაც ხედავთ. ესეთ ფასიანი მიკროფონისთვის და ესეთი პატარა მიკროფონისთვის მგონი ძალიან კარგი ხმა აქვს, ვერაფერს ვერ ვიტყვი, ვერ დავიწუწუნებ. ის რომ წონა ძალიან მცირე აქვს და 9 გრამი არის მხოლოდ ამ მიკროფონის წონა სასწაულია პირდაპირ, საკიდები პირდაპირ ესე მაგნიტით შეგიძლიათ, აქვს შპილკა ეგრეთ წოდებული, ასევე ყელსაბამზე შეგიძლიათ ჩამოიკიდოთ და კომფორტულია. კიდევ ერთი დეტალი რაც შეეხება ხმას, მინდა გითხრათ რომ ეხლა აქამდე მთელ ვიდეოში რასაც უსმენდით ხმას და ჩემ წინა ვიდეოებში ზოგადად არასდროს არ ვიყენებდი equalizers. ანუ არანაირ ეფექტებს ხმას არ ვადებდი, მხოლოდ ვადებდი ხოლმე პროგრამაში denoise filters, რომ ანუ ეს გარემოხმები ჩაეხშო, რაც ჩემ ძველ მიკროფონს არ ქონდა და პროგრამით მიწევდა ამის გაკეთება. პრინციპში ეს იყო რისი ჩვენებაც მინდოდა ამ მოკლე ვიდეოში. აუცილებლად თუ გამოწერილი არ გაქვთ არხი, გამოიწერეთ, ვიდეო დალაიქეთ. ასევე შეგახსენებთ რომ აქტიურად დავიწყე სტრიმები, კვირაში 4-5 სტრიმი გვექნება ხოლმე და ხო ძალიან მალე ახალი კომპიუტერების აწყობის ვიდეოებს შემოგთავაზებთ. ჩემ პირად კომპიუტერსაც აი ამას უკან რო ხედავთ მოშორდება რამოდენიმე დღეში და ახალი კომპიუტერი დაიდგმება იქ. და პრინციპში სულ ეს იყო, აქ დაგემშვიდობებით, დროებით.